თემატიკა, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა Grant Thornton საქართველოს მოგვიმზადდა, ეს არის სამეურნეო ოპერაციების გადაკვალიფიცირება. ყველა შესაძლო რისკი, გასათვალისწინებელი ნიუანსი და კაზუსი. რაც უნდა გაითვალისწინოს საბოლოო ჯამში ბიზნესმა და აი ამისთვის არის აუცილებელი ზუსტად პროფესიონალთა რჩევები. მე მინდა მივესალმოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს, მარიკა ყურშუბაძე, Grant Thornton საქართველოს საგადასახადო მენეჯერი და ასევე ლუკა შეყლაშვილი, უფროსი საგადასახადო კონსულტანტი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა დავსვა საკითხი, რა არის ამ შემთხვევაში სამეურნეო ოპერაციების გადაკვალიფიცირება. ლუკა, დავიწყოთ შენით და შესაბამისად უთხარი საზოგადოებას და ბიზნესს უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ძალიან ბევრი SME სექტორის წარმომადგენელიც გვიყურებს და შესაბამისად ინტერესი ძალიან დიდია. კაზუსებზე, რისკებზე და ნიუანსებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ეს გადაკვალიფიცირების კომპონენტი საბოლოო ჯამში მინდა რომ აი კიდევ ერთხელ აუხსნათ ჩვენს მრავალრიცხოვან მაყურებელს. გისმენთ? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენ მაყურებლებს. სანამ უშუალოდ გადავალ სამეურნეო ოპერაციების გადაკვალიფიცირების საკითხზე, მანამდე მინდა ზოგადად შევეხო თუ რა არის სამეურნეო ოპერაცია. კი ბატონო. სამეურნეო ოპერაცია არის ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც კომპანიები ახორციელებენ თავისი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე. ეს იქნება მაგალითად სესხის გაცემა, დივიდენდის განაწილება, საქონლის ყიდვა, გაყიდვა, შრომით ხელშეკრულების გაფორმება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ აღნიშნული სამეურნეო ოპერაციების განხორციელებისას ყველას აქვს თავისი სამართლებრივი ფორმა და ამ სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე საჭიროა შესაბამისი აღრიცხვის დოკუმენტაციები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებები და ამ ხელშეკრულების შესაბამისად ოპერაციაში მონაწილე პირების მიერ თავის ნებისა და მიზნების გამოხატვა. ახლა უშუალოდ უნდა შევეხოთ თუ რას გულისხმობს საეჭვო სამეურნეო ოპერაციები და სადგება უკვე ის რისკი, რის მიხედვითაც უკვე შეგვიძლია თქვათ, რომ უკვე ეს ოპერაცია შეიძლება რისკი აღმოჩნდეს საგადასახადო ორგანოს შეფასების მხრიდან. თავარი პირობა ის არის, რომ ფორმა გასხოვდება შინაარსისგან ის სამეურნეო ოპერაციის, რომელსაც კომპანია ახორციელებს. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, მაგალითად კომპანია გადაწყვიტა რომ რაღაც სამეურნეო ოპერაცია განახორციელოს, თუმცა საბოლოო ჯამში მისი განხორციელების პროცესში რაც ხელშეკრულებაში წერია, სულად განსხვავებული პირობებია მის პრაქტიკაში განხორციელების დროს. ძირითადად ამ ყველაფერზე საგადასახადო ორგანო ყურადღებას ამახვილებს ისეთ ლუკა რა განაპირობებს აი ამ ასინქრონს ეს გაწერილ გაიდლაინსა და პრაქტიკას შორის. აი რატო ხდება ეგეთი ასინქრონები საბოლოო? იმიტომ რომ ძალიან ხშირია ეგეთი შემთხვევები. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოში ყოველთვიურად ნახდება საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ყოველთვიურად ვითარდება და მეთოდურ მითითებებსაც გამოცემს ასევე შესაბამისი ორგანოები, მაინც არსებობს ისეთი ხარვეზები და ისეთი მოცემულობები, რომელშიც ხშირ შემთხვევაში ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია პირდაპირ განმოსახედიდან. ამიტომაც არის ასევე ისეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად კომპანიები თავისი ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე უკვე რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ ეკონომიკური მიზნისგან გამომდინარე. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით განახორციელონ. უფრო მარტივი რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის ახსნი კონკრეტულ ერთ სიტუაციას, რომელიცაც უფრო მიხვდებიან. ანუ ყველაზე პრაქტიკაში და ყველაზე გამოსაყენებელი და რაც ჩვენ შევხედრია კომპანიებისგან, ეს არის შრომითი ხელშეკრულებისა და მომსახურების ხელშეკრულების შორის სხვაობა. ძირითადად რადგან განსხვავება შრომით ხელშეკრულებასა და მომსახურების ხელშეკრულებას შორის საგადასახადო კუთხით ის, რომ მეწარმე ფიზიკურ პირებს აქვს თავისი შეღავათი საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე. შრომით ხელშეკრულება ვიცით მოგეხსენებათ 20% იბეგრება და მეწარმე ფიზიკური პირები იბეგრებიან 1%. შესაბამისად აი ამ მიზნებიდან გამომდინარე ხდება ის, რომ ხშირ შემთხვევაში შრომით ხელშეკრულების მაგივრად ახორციელებენ მომსახურების ხელშეკრულების დადებას. ეგ სიტუაციაში ძალიან კაი საკითხი არის და აი ეგ საკითხი მინდა რომ განვავრცოთ ეხლა სიღრმისეულად. მადლობა, დაგიბრუნდებით აუცილებლად მარიკასთან მექნება ეს კითხვა და მე აი ეს თემაც მინდა რომ განვავრცოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მცირე და საშუალო საწარმოში ხშირად ხდება ხოლმე ეგეთი პრეფერენცია, როდესაც მაგალითად დამსაქმებელი თავს არიდებს საკანონმდებლო და საგადასახადო პრეფერენცირებას და ამ შემთხვევაში უკვე შემოაქვს თამაშის წესში ეგრეთ წოდებული მარტივად გასაგები რომ იყოს ინდმეწარმის სტატუსი, რომელიც 1%-იანი მარჟით იბეგრება და შესაბამისად მერე მთელი რიგი კომპონენტები რჩება კომპანიის მოედანზე. მარიკა, მე მაინტერესებს, ანუ ეხლა ლუკა მახსენა რისკის აი ეს ნაწილიც საბოლოო ჯამში, ჯერ ესეთი აი კანონით რამდენად ნებადართულია ეს კომპონენტი, რამდენად აქტიურად და ფორსირებულად ამოწმებს საგადასახადო სტრუქტურა აი ამ აქტს, ну ყოველ შემთხვევაში ხა რაც აკრძალული არ არის, ის დაშვებულია, ხო კანონით, მაგრამ არსებობს მორალური პრეფერენციაც.
აი ეს მორალური პრეფერენცია რამდენად არის გათვალისწინებული საბოლოო ჯამში და აი რა სურათი გვაქვს ამ ნაწილში. აი ეს საკითხიც მინდა რომ ცოტა სიღრმისეულად განვავრცოთ. გისმენთ? მოგესალმებით სანდრო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა საინტერესო კითხვისათვის. პირველ რიგში დავიწყებ იქედან რომ საგაზაფხულო ორგანო ამ შემთხვევაში იყენებს ყველასთვის ასე თუ ისე ნაცნობ საგაზაფხულო კოდექსის მუხლს, ეს არის 73 მუხლი, რომლის დროსაც საგაზაფხულო ორგანოს შეუძლია ფორმა შინაარსიდან გამომდინარე ოპერაცია შეუცვალოს კვალიფიკაცია. თუ ამ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მეთოდური მითითებით გამოცემული აქვს შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ხელმძღვანელობს საგაზაფხულო შემოწმებელი, გადის გარკვეულ საფეხურებს, რომლის მიხედვითაც აფასებს აღნიშნულ სამეურნეო ოპერაციას და გადაკვალიფიცირების რისკებს. პირველი საფეხური ეს არის სამეურნეო ოპერაციის ანალიზი, ზოგადი ანალიზი. შემდგომ უკვე გადადის თუ რა სავარცხლებრივი ფორმით ეს იქნება ხელშეკრულება თუ სხვა ფორმა რაში არის გამოხატული და რა ეკონომიკურ მიზანს ატარებს აღნიშნული სამეურნეო ოპერაცია. შემდგომ უკვე მეთოდურ მითითებაში ასევე მნიშვნელოვანი საფეხური ეს არის არსებითობის შეფასება. არსებითობის შეფასება ნიშნავს, რომ საეჭვო სამეურნეო ოპერაციის გადაკვალიფიცირების შედეგად რა რაოდენობის საგაზაფხულო ვალდებულება შესაძლოა დაიკისროს გადასახადის გადამხდელს. ამ შემთხვევაში გაწერილია სამი პირობა, ესე რომ ვთქვათ, ეს არის მცირე კატეგორიის საწარმოებისათვის 1000 ლარზე მეტი საგაზაფხულო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში არსებითობა რჩება. საშუალო კატეგორიის კომპანიებისათვის 10000 ლარზე მეტი საგაზაფხულო ვალდებულების წარმოშობისას, ხოლო მსხვილი კატეგორიის კომპანიებისათვის უკვე 100000 ლარზე მეტი საგაზაფხულო ვალდებულების წარმოშობის პირობებში უკვე საგაზაფხულო შემოწმებელი გადადის შემდეგ საფეხურზე, ეს არის უკვე კომპანიისაგან ინფორმაციის, დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა. აქ გვაქვს უკვე საგაზაფხულო კოდექსის 70-ე მუხლი, რომლის საფუძველზე შეუძლია საგაზაფხულო შემოწმებელს გამოითხოვოს სამეურნეო ოპერაციასაც დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან და ახსნა განმარტება. ასევე მესამე პირებისგანაც შესაძლოა გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ ეს საჭიროებს აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის შესწავლის პროცესში და ბოლოს უკვე აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის გადაკვალიფიცირების შედეგებს ასახავს შემოწმების აქტში. შემოწმების აქტი, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდ დარიცხვებთან არის დაკავშირებული. შემოწმების აქტში აისახება აღნიშნული, მათ შორის ძირი გადასახადი, საურავები და ჯარიმები. ასევე მეთოდურ მითითებაში არის გარკვეული მაგალითები გაწერილი, რომელიც პრაქტიკაში ხშირად ხდება ხოლმე და მაყურებლისათვის უფრო ნათელი რო გახდეს, რა ნიშნავს რეალურად აღნიშნული კვალიფიკაცია. მაგალითად, ერთ-ერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც კომპანიის დამფუძნებელი თავისივე კომპანიას გასცემს სესხს, ჩვეულებრივი კლასიკური ხელშეკრულებაა ეს, სასწავლო ხელშეკრულება, თავისივე გაწერილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით. ამ შემთხვევაში თუ სესხის თანხა არის 100000 ლარი და კომპანიამ აღნიშნულ ფიზიკურ პირს, ანუ დაკავშირებულ ფიზიკურ პირს, ამ შემთხვევაში დამფუძნებელს დაუბრუნა არა 100000 ლარი, არამედ დამატებით 20000 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ კომპანიას ამ დროს ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება და მიზნობრიობა ვერ დადასტურდა აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების, საგაზაფხულო ორგანომ შესაძლოა უთხრას გადასახადის განახდელს, რომ ეს არის გადასახადებისაგან თავის აღება ირიბად და როდესაც პროცენტები მან დაბეგრა 5%-ით, ნაცვლად 5%-ზე უნდა დაგებეგრა დამატებით. მარიკა, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, ეს არის აი ელემენტარული, ხა ეს არ არის ირონია ნარევის სიცილი, ეს არის სიმწრის სიცილი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად ახლა ვაპარაკობთ ძალიან მარტივზე, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ მარტივია და იდეაში კანონიც ახლა აი აქ ითქვა მაგალითად, რომ აი საგადასახადო კოდექსი ძალიან ბევრი მიმართულებით განიცდის ტრანსფორმაციას და ლიბერალიზდება. ეს კარგია, ანუ ეს არ არის რაღაც სადამსჯელო აქტი, რასაც მეწარმემ შეიძლება ვერ მოუძებნოს თავი და ბოლო. პირიქით, მაგრამ მაინც ხდება გარკვეულ პრეფერენციებზე თავის არიდება და მე საბოლოო ჯამში მივდივართ იმისკენ, რომ ხდება საჯარიმო სანქცია, საურავი, ან ხშირ შემთხვევაში მე ინკასოს გამოწერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც უკვე ფატალურად შეიძლება კომპანიისთვის დასრულდეს საბოლოო ჯამში. აი მე მაინტერესებს, ახლა თქვენ უშუალოდ პულსზე გიდევთ ხელი. ძალიან ბევრ ბიზნესზე და მე მაინტერესებს აი ესეთი დამოკიდებულებები, აი ესეთი უგულებელყოფა საკანონმდებლო აქტების და თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი რისკებში ითარგმნება, ხო? ანუ რეალურად აი რამდენად ტრანსფორმირდა, აი გეომეტრიული სკალა სად მიდის რეალურად, ანუ არის ცნობიერება დღეს ბიზნესში შედარებით განვითარებული, რომ აი ესეთი ერთი შეხედვით პრიმიტიული და მარტივი ნიუანსები საბოლოო ჯამში მე ბიზნესს არ მოუტრიალდეს ბუმერანგის პრინციპით და მე არ გამოიწვიოს და არ დადგეს საბოლოო ჯამში ფატალური შედეგიც. გისმენთ?
ნახეთ, რა თქმა უნდა, ბიზნესი ნელ-ნელა სწავლობს აღნიშნულს, რეალურად მეთოდური მითითება გამოიცა 2022 წელს. მან თუ ქონდა შესაბამისად 73 მუხლი, რომლის შესაბამისადაც საგაზაფხულო ორგანო შეეძლო ნებისმიერი სამეურნეო ოპერაცია, როდესაც დაინახავდა საგაზაფხულო ორგანო, რომ ეს იყო მიზანი არა ეკონომიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ანუ კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ გადასახადებისაგან თავის არიდება, ამ შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა რომ საგაზაფხულო ორგანოს განეხორციელებინა ფორმაში ნაარსის ცვლილება და დაერიცხა მასზე დამატებით გადასახადები. ეს რა თქმა უნდა დამატებითი წნეხია კომპანიისათვის, ხანგრძლივი დავის პროცესი და ასე შემდეგ. კომპანიების მეთოდურ მითითებაში გაწერილი მაგალითებითაც ასევე შეუძლია კომპანიას თავისი სამეურნეო ოპერაცია დაახლოებით შეაფასოს, ესე რომ ვთქვათ, რისკები განსაზღვროს და ნებისმიერ შემთხვევაში თუ კომპანია გადაწყვეტს, რომ უნდა მას ვთქვათ რეალურად ეკონომიკურად აქტიური იყოს, კი ბატონო. აქტიური იყოს, მან თავიდანვე უნდა შეაფასოს სამეურნეო ოპერაცია, თუ როგორ შეხედავს აღნიშნულ ვადებზე ცოტა მოგვიანებით კითხავთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებით, ვადებზე ცოტა მოგვიანებით კითხავთ. ლუკასთან მინდა ეხა გადავიდე. ეს საკითხი არ მინდა დავივიწყოთ 1%-იანი მარჟის ნაწილი და მათ შორის საკანონმდებლო აქტი. მე ეხა მინდა შემოვიტანო კანონი მეწარმეთა შესახებ. რომელმაც ეხა მარიკამ ახსენა და ვეთანხმები აბსოლუტურად იქ არის განსაზღვრული პრეფერენცირება, მათ შორის პარტნიორებს შორის ურთიერთობის ნაწილში, განაწილებული მოგების ნაწილში, დივიდენდის გატანის ნაწილში და ასე შემდეგ. მეწარმეთა შესახებ ახალმა კანონმა, ხო, ეხა 2 წელიწადზე ნაკლები არის, რაც ინიცირდა საბოლოო ჯამში ახალი ჩარჩო. მე მაინტერესებს, რა ნიუანსები გამოკვეთა პრაქტიკაში. დაარეგულირა ეს მანკიერებები, რაც იყო და რაც აჩენდა მერე საბოლოო ჯამში რისკებს. თანათანობით შემოსავლების სამსახური აღნიშნულ პრაქტიკიდან გამომდინარე, თუნდაც მცირე მეწარმესთან საუბრიდან გამომდინარე, რომ მეწარმე ფიზიკური პირები რადგან იბეგრებიან 1%-ით და ამის გამო ბევრი სარგებლობდა და ამის გამო იყენებდა, რომ ესარგებლა შეღავათით, მაგის შემდგომ შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ პრობლემას შეეჭიდოს. ერთ-ერთი მაგალითი ის არის, რომ სამშენებლო სექტორში მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ მეწარმე ფიზიკურ პირებს, მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებს აღარ შეუძლიათ უშუალოდ სამშენებლო სექტორში მონაწილეობის მიღება თავისი 1%-იანი გადასახადისგან გამომდინარე და ის ჩვეულებრივად დაიბეგრება 20%-ით. შესაბამისად ვითარდება და აქტიურად არის თუნდაც მეწარმეთა შესახებ კანონის მიღებული ცვლილებებიდან გამომდინარე და შემოსავლების სამსახურიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ პროცესში იყოს მონაწილე, თუმცა რა თქმა უნდა მიუხედავად ამისა, ამასთან ერთად ვითარდება ტექნოლოგიებიც და ამასთან ერთად ვითარდება თვითონ ბიზნესით. და შესაბამისად უამრავი ვარიანტით შეება მაგალითად და უამრავი შესაძლებლობები ჩნდება, რის საფუძველზეც რა თქმა უნდა ბოლომდე არ იქნება დაზუსტებული პასუხი და ზუსტად არ იქნება რაღაც ხარვეზი შეიძლება იყოს თუნდაც კანონის დონეზე, თუნდაც მეთოდური მითითების დონეზე. ამიტომაც, როდესაც რაღაც სისტემურ ხარვეზს მიყვება მაგალითად ნებისმიერი ბიზნესი და გადაწყვეტს, რომ ამ ხარვეზის გარშემო იმოქმედოს ან მიხვდება, რომ ხარვეზია და ამ დროს ამ სამეურნეო ოპერაციას ახორციელებს, მაშინ საჭიროა, რომ ზუსტად არა მარტო ის კითხვა დასვა საკუთარ თავთან, რომ რამდენად კანონის ქვეშ ექცევა, არამედ როგორ შეხედავს ამას საგადასახადო ორგანო და როგორ მიიღებს ამას ან ფორმაში ნარსიდან გამომდინარე შეეცვლება თუ არა. შესაბამისად, ანუ ერთ-ერთი რჩევაც ჩვენი ის იქნება, რომ მაგალითად თუ ესეთი რთული кейსი იქნება და თუნდაც საგადასახადო დაგეგმვის დროს აღმოჩნდება, რომ რაღაც პრობლემა შეექმნათ, შესაბამის გამოცდილ კადრებთან მივიდეს და შესაბამისი რეკომენდაცია მიიღონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რითაც თავის რისკს დაიზღვევენ და იმ რისკებს დაიზღვევენ, რაც შეიძლება სამომავლოდ წარმოექმნათ. მიმართეთ ამისთვის გრანტ ორდონ საქართველოს. ვადებზე ახსენეთ მარიკა და ვადებზე მინდა ჩაგეკითხოთ, ანუ რეალურად არსებობს გარკვეული პრეფერენცირების საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა სტარტში, მსვლელობისას და ბოლოში. შესაბამისად, რა იქნება თქვენი ძირეული რეკომენდაცია ამ კუთხით? კი ბატონო, რამდენადაც როგორც ლუკამ ახსენა, რეალურად არის გაწერილი მეთოდური მითითება, არის გაწერილი გარკვეული საფეხურების შემოწმებლის მხრიდან. მაინც ბუნდოვანი რჩება აღნიშნული საკითხი, რამდენადაც სამეურნეო ოპერაცია, რომელიც ასახულია მეთოდურ მითითებებში და გვაქვს გარკვეული მაგალითები, კომპანია შესაძლოა სხვა უფრო კომპლექსური სამეურნეო ოპერაცია გქონდეს. გამომდინარე აქედან, აუცილებლად სამეურნეო ოპერაცია პირველ რიგში უნდა იყოს დოკუმენტურად დასაბუთებული და ეს უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულად ეკონომიკურ მიზანს კომპანიისას და ეს არ უნდა იყოს გადასახადებისაგან თავის არიდება.
აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია განსაკუთრებით მსხვილ გარიგებებსა და კომპლექსურ ოპერაციებზე კომპანიამ, რათა საგაზაფხულო კონსულტანტმა ურჩიოს და ანახოს ესამეუნა ოპერაციები ირიბად თუ როგორ შეხედავდა აღნიშნულ საგაზაფხულო ორგანო. კი ბატონო. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, რჩევებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, თუმცა ხშირად მსხვილი ბიზნესის უშვებს ამ შეცდომებს, იყო სასარგებლო და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ თემებზე ფოკუსირება, რასაც ჩვენ და Grant Thornton საქართველოს ერთად ვაკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს ბიზნეს სოციუმში ცნობიერების ამაღლებას, იმიტომ რომ ამაზე გადის თავიდან ბოლომდე სიმძიმის წერტილი. მადლობა თქვენ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.